შვილი შემდეგ ერთი შეხებით დაუგდო თოდუას ისევ ბუშელაშვილზე პასი არ გამოვიდა ეს გადაცემა, მაგრამ რჩება მაინც ორ შეტევაში. კვლავ ბუშელაშვილი და 1-1-ზე უპირატესობა აქვს. ნახოთ რა სიძამს საჯარიმოშია უკვე შესული. დაარტყა კარში და შესანიშნავად შეასრულა 1-0 შვიდიანის ბრწყინვალე გოლი. მასპინძლები დაწინაურდნენ და ძალიან კარგად გამოიყენა ის უპირატესობა, რომელიც შეიქმნა ბუშელაშვილმა და 1-1-ზე მისი დატოვება, რა თქმა უნდა, ყოველთვის სახიფათოა და სარისკოა. აი ამ ეპიზოდში დადასტურდა, რომ მისი 1-1-ზე ნებისმიერ მცველთან დატოვება არის ძალიან დიდი რისკი. ბრავო, შესანიშნავად ითამაშა. ეფნაძე ძალიან კარგად ითამაშა. შემდეგ ნახოთ რა სიზამს. პასია გასაკეთებელი, წაიქცა და არაფერია. თავარმა არბიტრმა გაატარა ეს ეპიზოდი, არა და ჩანდა, რომ კონტაქტი იყო ეფნაძეზე და საიდან წამოიღო ბურთი მეოცე ნომერმა. ცენტრალური მცველია ტეფნაძე და ბრავო ძალიან კარგი იყო, მაგრამ თავისი ადგილი უნდა დაიბრუნოს აქ ტეფნაძემ. კი ბატონო, ასეც იქნება. საინტერესოა ეს ეპიზოდი, ხო? ნუ გასაგებია ტეფნაძემ ცოტათი დააგვიანა. ჩაწოდება საჯარიმოში, სახიფათო მომენტი და მაინც გაიტანა არაგმა. აი ეს არის მეორე სართულზე სტანდარტულები ყოველთვის სახიფათო გამოდის. მამდენი ფეხბურთელი უნდა მოატყუოს აქ. და აქ დანიშნათ 11 მეტრიანი, რა თქმა უნდა, აბა სხვა განაცხადებას აქ რატომ მიიღებდა მთავარი არბიტრი? ნუ არ ვიცი, ეს ეპიზოდი, მოდი ვთქვათ, რომ მისა ნიშანი არბიტრმა ბრეგვაძე დაარტყა, გამოიცნო კუთხე შეროზია, მაგრამ ვერ აიღო. დარტყმა არ იყო ცუდი ამის გამო, კარგად შეასრულა. 1-1-ია, იგებს არაგვი. ეს პასი არ გამოუვიდა გუთათელაძეს. ბურთით ორბის ფეხბურთელები რეკიში, აბა ვნახოთ რა სიზამს, კარგი პასი გააკეთა. არ არის თამაშგარე, დარტყმა და 2-2. გაათანაბრა ორბი მაინც ანგარიშში, ბრავო. ძალიან კარგი იყო ის გადაცემა, რომელიც გააკეთა დმიტრი რეკიშიმ და ანგარიში თანაბრდება ამ შეხვედრაში 82 წუთზე ახერხებს სწრაფად ანგარიშის გათანაბრებას. თოფურია, რომელმაც გაიტანა და ის არის ახლა საუკეთესო ბომბარდირი ორბის შემადგენლობაში. პასია საჭირო, გაკეთდა გადაცემა, მიიღებს რეკიში ბურთს 2-1-ზე, პასია საჭირო, გაკეთდა პასი რურუა, ისევ რეკიში. დარტყმა არის აქ საჭირო, კვლავ რურუა წაიქცა, პენალტია. 11 მეტრიანია, რას აკეთებს აქ თავარი არბიტრი? რა თქმა უნდა, აქ რურუას წინააღმდეგ ირყოთ არღვევა და არ დანიშნა თამაში. პენალტი აქ თავარმა არბიტრმა. ეს უკვე სასაცილოა ნამდვილად, არ ვიცი თუ იმ სიტუაცია. ყურადღებით უნდა იყვნენ მასპინძლები, აბა ჩაწოდება საჯარიმოში, ჩაწოდება. სამით 2 ხდება ანგარიში, იგებს თამაშ არაგვი. შეტევაში მარცხნივ დევდარიანზე გადაცემა, დევდარიანის პასი. წაიქცა, აქაც არ არის პენალტი, კარგი რა, მერამდენეთ უკვე. ესეც არ არის პენალტი და აი ესეთი ეპიზოდი რომ ყოფილიყო ორბის საჯარიმოში, ისევ პენალტი დაინიშნებოდა, აქ ორი აზრი არ არსებობს. ისევ პენალტი დაინიშნებოდა, აქ ორი აზრი არ არსებობს. არ ვიცი, მეცინება უკვე ასეთ ეპიზოდებზე. ყულიბალი გაისწორა, დაარტყა, რა დაარტყმა ეს. შემდეგ თოდუა ამერია უკვე, დაარტყმა არის საჭირო, დაარტყმა არის 3-3. გაათანაბრა აი ეგრე. გაათანაბრა იაკობიძემ, აბა რა? წამოიღე ბურთი, აბა რა? 3-3. ანგარიში გათანაბრებულია, დამსახურებული, მეტიც შეიძლება ითქვას. როგორ იყო 3-2 საერთოდ? რანაირად იყო არაგვი ამ შეხვედრაში წინ? 3-3. ყველაფერი წინ არის შეიძლება ამ თამაშის მოგება და ხო არ ვიცი, იქ პენალტი